ხდება ყველა საქმეს, რაც არ უნდა კარგი საქმე დაისახო. აი ხო არის მაგალითად საგანი, ხო, ქართული სიტყვაზე ლიტერატურა, დნ, თქვა, ან მათემატიკა. ძალიან მნიშვნელოვანია ვინ ასწავლის ამას. აი რელიგია ავიღეთ, გინა სხვა საგანი. შეიძლება ერთმა მასწავლებელმა შეაზიზღოს ბავშვის რელიგია და მეორემ შეაყვაროს. ხო, ეგ კიდე ხო და ვინც მოიყვანეს ახლა ამათმა მასწავლებლებად და მოიყვანეს ამ სისტემაში და დაასაქმეს განათლების სამინისტროში. ესენი აი რაც არ უნდა კარგი იდეა შემოიტანოს, თუ კი კადრებისგან არ გაიწმინდა, ვერაფერს ვერ მივახცევთ, ხდებით? განათლების სამინისტროს 90% არის გასაყარელი. ამას ვლაპარაკობ სრული პასუხისმგებლობით. ეს მინისტრის კიდე ჩვენში დარჩეს რამდენად ახლა პასუხობს გამოწვევას, კიდე საკითხავია. უნდა იყოს განათლების სამინისტროში პედაგოგები უნდა იყვნენ. როგორ შეიძლება ერთი მინისტრის მოადგილეც არ იყოს პედაგოგი? ბიჭო, ეხლა მე მაგალითად რა რო დამნიშნო სიტყვაზე კონსერვატორიის იმათ, რა ქვია, დირექტორი. რა ვიცი, ეხლა მე ეს კონსერვატორია, ხო? ბიჭო, რა იცი, პური მეპურემ უნდა შეიძლება მინისტრის მოადგილე პედაგოგი არ იყოს, მინისტრი პედაგოგი არ იყოს. რანაირად შეიძლება რეფორმა გატარდეს, გეკითხებით. ამიტომ ვიძახი რა, იმ დღეს ეხლა გამოვედი ერთ-ერთი პოლემიკა იყო და აი რაღაცა რო ვთქვი, მაშინო აიო რა ვიცი ისაო, რა ქვიაო, შენ თუ იციო უკეთო, მაშინ შენ მოდიოდა. ბიჭო, მე ჯერ ეგეთი არავინ არ მიშვებს და მე აღარცავ თქვა, ყველაზე ცუდი არის მლიქნელობა. აი მლიქნელობა დაღუპა ეს ქვეყანა. ადამიანი რო მაგალითად შენ თუ ჩემი მეგობარი ხარ და შენ თუ მართლა ჩემზე შეგტკივა გული, ხო უნდა მითხრა რომ რაღაცა თუ არ გამოდის, აი ესე შეცვალე რაღაცა, ხო? ამიტომ თუ არ შეიცვალა კადრი რიშაებ всё, ნათქვამია. ანუ კადრები წვეტენ ყველაფერს. რა თქმა უნდა. თუ არ არის კადრი, ეხლა რა გინა რელიგია შეიტანე და გინა ის შეიტანე, რა ქვია, 10-ჯერ მეტი ქართული ასწავლე და ისტორია, ხო? არ არის ეს ხალხი იქ დასასაქმებელი, გამოსაყრელია. რატო გაუქმა განათლების სამინისტრო იმან ტრამპმა? ყრის იქიდან ყველას. ცერეულს რატო შეუჩერა საქმიანობა? ყრის იქიდან ყავს. ხო, კი ბატონო. ეხლა ჩვენ ვიძახოთ ეხლა რომ აი ესეთი რაღაცა სტრატეგია, აი ამ იმებმა ბრახაბურხა სტრატეგია, ფაქტი არის ისა, რომ ერთი ფაქტია, რომ აი ამ 11 წლის მანძილზე, რაც განათლებაში კეთდება, ყველაფერი იყო სისულელი. იმიტომ რომ აი პროდუქტი არის აგერ ის ახალგაზრდობა 99 მთავარი არის ტაბლო აი როგორც ფეხბურთს რო თამაშობ შეიძლება რაღაცა კარგად ითამაშოს გუნდმა მაგრამ თუ ტაბლოზე წერია წაგება წაგებული ხარ და ტაბლო ანუ შედეგი არის აგერ ჩვენი რუსთაველი ახალგაზრდობის 90 დიდი პროცენტი ყველაზე არ ვლაპარაკო დიდი ნაწილი და ვისი ბრალია ეს ყველაფერი სკოლის დირექტორები მიდიოდნენ მოუწოდებდნენ აქციაზე გამოდითო მასწავლებლები ესე იგი განათლების სამინისტროს მუშაკები და კაციშვილს ხელი არ უხლია და მე რო აქ სიტყვაზე ცოტა ისეთი კრიტიკული რო თქვა ხელისუფლებაზე შეიძლება ჯვარს ვაცვალ და მითქვენ და იტყვია მტერი არისო ისა ბიჭო სახელმწიფო მოხელე მე სახელმწიფო მოხელე არა ვარ პეტიციებს წერდა რომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს და კიდე თანამდებობაზე არიან ეს ხალხი გესმით